მართლაც ძალიან კარგი ამბავია. ნამდვილად ეს არის იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, თავგანწირული ბრძოლის დამსახურება, რომელიც 160 დღეზე მეტია უკვე, ხო? დღეს 160 დღეა. ხო, 160 დღეა. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ არასაკმარისია და აბსოლუტურად სწორია, რომ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ეს გადაწყვეტილება, რომელიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე კანონის სახეს მიიღებს, მას შემდეგ რაც სენატი მხარს დაუჭერს და ამას მეუბნება ის, რომ სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა ამ კანონ პროექტს მხარი უმრავლესობით, შესაბამისად, როდესაც საგარეო კომიტეტში უმრავლესობით გადის კანონ პროექტი, ის დიდი ალბათობით სენატში ჩვეულებრივად გავა უმრავლესობით. აბსოლუტურად დავეთანხმები ნინოს, რომ ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა, როდესაც საკანონმდებლო აქტი მოქმედი პრეზიდენტის მოქმედ პოლიტიკასთან შეიძლება მოდიოდეს რაღაც წინააღმდეგობაში, თუ კი ასეთი არ ხდება, მე თითქმის არ მახსენდება, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვეტოს ადებდეს კანონს და უკან აბრუნებდეს, ხო, აი თითქმის არ მახსოვს ასეთი, ну დაახლოებით, რა ვიცი, როგორც ბრიტანეთის მეფეა ამ შემთხვევაში რომ საბოლოო ვერდიქტს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ასე არის დაახლოებით პრეზიდენტის შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ ну ერთადერთი იმედი, რაც ქართულ ოცნების წარმომადგენლებს ჰქონდათ, რომ და სხვათა შორის მათი ხმაურებაში ეს კარგად ჩანს, რომ ანუ ზოგი ცოტა ფრთხილად არის იმასთან მიმართებაში, რომ აი ტრამპმა შეიძლება ხელი არ მოაწეროს. ზოგი თამამად ამბობს, რომ აი ტრამპი არ მოაწერს ხელს ამ ყველაფერს და აქ დამთავრდება ეს ისტორია, მაგრამ პროპაგანდას გულისხმობ? ხო, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლების სრულიად ჰისტერიული იყო დღეს. მაგრამ მან დარწმუნებული ბოლომდე არ არიან ბუნებრივია და იმას მეორე ვარიანტსაც იტოვებენ, რომ აი თუ მაინც მოხდა და ტრამპმა ხელი მოაწერა, ესე იგი deep state-მა გაიმარჯვა ამერიკაში. ხო, ან ესე იგი ამერიკული დემოკრატია დასრულდა, აი ზარქუამ თქვა ეს გენიალური ფრაზა დღეს, რომ აი ხლა პრეზიდენტი ტრამპი თუ აი ამ კანონს მეგობარ აქტს ხელს მოაწერს, ეს ნიშნავს, რომ ამერიკული დემოკრატია დასრულებულია. ხო, ეს რა თქმა უნდა არასერიოზულია, ბუნებრივია ეს ყველაფერი, მიანიშნებს ამ ყველაფრის ჰისტერიულობაზე, თუ რამდენად მძიმე გავლენა ექნება ამას ქართული ოცნების და ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებზე. რამოდენიმე სიტყვა თვითონ აქტზეც შეგვიძლია ვთქვათ, მეგობარ აქტზე. მთავარი აქ რა არის? პირველი, ამერიკის შეერთებული შტატები გვეუბნება ამ აქტით, რომ ძალიან მალე ქართული ოცნების სანქცირება გახდება ამერიკის შეერთებული შტატების ინსტიტუციონალური პოლიტიკა. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ კანონად, როდესაც იქცევა მეგობარი აქტი, ეს წარმოქმნის ვალდებულებას აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რომ გარკვეული პერიოდულობით, ზოგჯერ 3 თვეში, ზოგჯერ 180 დღეში ამოწმონ მუდმივად საქართველოს სამი მიმართულებით. პირველი არის კორუფცია და კორუფციაში ჩართული პირები დაასანქცირონ. მეორე არის დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირის გამოთხრა და ასეთი ძალიან ბევრია, მთელი ქართული ოცნება რეალურად ამას აკეთებს და ეს ადამიანები დასანქცირდებიან და მესამე არის რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენები და გავლენის აგენტები საქართველოში. ეს ადამიანები უნდა დასანქცირდნენ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი საქმე ექნება პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც, სახელმწიფო დეპარტამენტსაც და ეს ყველაფერი მათ სურვილზე კი აღარ იქნება, რომ ანუ აი მოუნდათ გააკეთეს, არ მოუნდათ არ გააკეთეს. ვალდებულები იქნებიან, რომ კონგრესის წინაშე წარდგნენ ყოველ 3 თვეში თუ 6 თვეში შესაბამისი ანგარიშით და შემდეგ უკვე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სანქციები ამ ადამიანებთან მიმართებაში. მეორე საკითხი არის, უყურეთ, ეს აქტი ყოფს ერთმანეთისგან ივანიშვილის რეჟიმს და ქართულ საზოგადოებას. ეს ძალიან საინტერესო რამეა. ანუ დღეს მოვისმინე განცხადებები, რომ ესო მეგობრული აქტი კი არ არისო, მეგობრობა მტრული აქტიაო. კი, რა თქმა უნდა, მტრული აქტია. ივანიშვილთან მიმართებაში, კობახიძესთან მიმართებაში, ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც ამ ქვეყნის
დამოუკიდებლობას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და დემოკრატიას ძირს უთხრის, კი, რა თქმა უნდა, მტრული აქტია. და სწორედ ამიტომ არის მტკივნეული, ხო? მაგრამ ეს არის მეგობრული აქტი ქართული საზოგადოების თავისუფლების მოყვარე ქართველი ერის მიმართ. და როდესაც შეერთებული შტატები ყოფს de facto ხელისუფლებას და საზოგადოებას ერთმანეთისგან, ეს ნიშნავს, რომ ეს აღარ არის დემოკრატია. ეს არის ავტოკრატია და შესაბამისად ჩვენც ზუსტად უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, რომ კი ქართული ოცნება ცდილობს რომ საკუთარი თავი გააიგივოს ქვეყანასთან და სულ ეს გვესმის, ხო, როდესაც ქვეყანას ასანქცირებენ. აი ახლა ქვეყანას ემტერება უილსონი, ანუ ქვეყანა და დიქტატორული რეჟიმი ერთ და იგივე აღარ არის უკვე. ხო? და შესაბამისად მეგობარი აქტი არის მტრული აქტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის მეგობრული აქტი საქართველოს როგორც სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით, მეტი ენერგიით შეუტიოთ რეჟიმს. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი ჩვენი ბრძოლის, საერთო ბრძოლის, მაგრამ ეს არ არის საბოლოო შედეგი, ანუ ეს უნდა იყოს საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ მივიდეთ იქამდე, რომ ივანიშვილის რეჟიმი შვიდობიანი საშუალებებით გაუშვათ ხელისუფლებიდან და საქართველოს დავაბრუნოთ ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, საიდანაც გადააგდო ივანიშვილის რეჟიმი.